რამდენი ხანია ფაქტიურად წინა პარასკევს დამამტკიცეს ოფიციალურად, მაგრამ ისე ორ კვირაზე მეტია ვასრულებ უკვე მოვალეობას და მოველოდი ახლა რა თქვა გამიკვირდა მეთქი არ გამიკვირდა, იმიტომ რომ აი ეს ბოლო წლების ჩემი სპორტში მოღვაწეობიდან გამომდინარე ალბათ ჩათვალეს მისაღებად ჩემი კანდიდატურა დაეყენებინა ამ თანამდებობაზე. სისტემა ახლა სპორტს რომ მიხედვა უნდა ეს ყველასათვის ცნობილია და ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა რომ სპორტს აიყვანს პირად კონტროლზე, იმიტომ რომ ახლა თუ არ აიღიზარდა ჯამთელი მომავალი, თავისთავად არაფერს კეთებას აზრი არ ექნება და ახლა გამონაკლისი არ ჩვენი რეგიონია, საკეთებელი ბევრია, ძალიან ბევრი, ხო და ალბათ დავიწყებ მწვრთნელებთან კეთილ ურთიერთდამოკიდებულებიდან და მერე უკვე თითოეულ აღსავლებთან, მშობლებთან აი ეს ძალიან მჭიდრო კავშირით და ძალიან აი ეს აქტიური მუშაობით შეიძლება მივახციოთ მის აქციას. სახეობაზე უნდა გამოვიდეს, რომელი ახლა ჩრდილში მოქცეობით და რა სახის ჩრდილში ახლა საერთოდ ტრადიციულად ქართლიდან არის ეს ჭიდაობის სახეობები, მკრივი, ხო, მაგრამ არ არის არ იქნება მართებული მარტო ამ სახეობებზე გავამახვილოთ ყურადღება, მიუხედავად იმისა, რომ მიღწევებიც ბევრია. აუცილებლად სხვა ისეთი სახეობებისაც უნდა მიექცეს ყურადღება, რომელიც არ არის ტრადიციული, ვინაიდან თუ არ მიექცა ყურადღება, ყოველთვის ჭრილში იქნება ეს არატრადიციული სახეობები და აი მაგალითად ჭადრაკში ხო გვაქვს ძალიან დიდი წარმატებები გვაქვს, მაღალაშვილი ასეთი ახალგაზრდა ბავშვი, რომელმაც თითქმის ყველა შეჯიბრება მოიგო გასულ წელს, ვახშა ოლიმპიადები აქვს მოგებული და ეხლა მოსკოვშია წასული დიდ ტურნირზე. ხო, აი ეს ინდივიდუალური მიდგომით თითოეულ მოსწავლესთან ხო, როგორც ყველა სფეროში ჩვენს ქვეყანაში ექცევა ყურადღება ქალების დასაქმებას, ქალების აქტიურ ჩართვას ყველგან, ასევე მე ვფიქრობ, რომ ეს ქალთა სპორტი ცოტა თუ გვინდა ევროპელების გვერქვას და არა აზიელები, უნდა ქალებსაც აქტიურად